გადაცემა ბოლო ბლოკი დაბრუნდა პირდაპირ ეთერში ბატონ ლადოს და ნათიას მინდა გადავცე ცოტა ხანში სიტყვა მანამდე მინდა წაგიკითხოთ თათია დოლიძის მეუღლის Facebook სტატუსი რომელიც მან დაახლოებით 15 წუთის წინ დადო ეს არის ვაკო თურნავა დადო Facebook გვერდზე თათია დოლიძის ქმარი წერს ყველა იმ გარეწარს ვინც ემუქრება ჩემს ოჯახს და იკადრა ჩემს მეუღლეზე ესენით აღუწერელი სიბინძურე დაეწერა ძალიან მალე გაირკვევა სიმართლე და არც ერთს არ შეგრჩებათ სიტყვები არ მყოფნის რა უნდა დავუძახოთ თქვენს საქციელს მე წავიკითხავ მოდით ამ სტატუსს თავიდან ბოლომდე იმიტომ რომ ჩვენ ვლაპარაკობთ სწორედ აი იმ სიტყვებზე იმ ემოციებზე იმ აგრესიაზე რაც ხდება სოციალურ ქსელში ვაგრძელებ სტატუსის კითხვას ქვეყნის დამქცევი ნაბიჭრები ხართ წერს თათიას ქმარი რაც შეეხება ლიბერალიზმის მამებს შეწყვიტეთ ვითომ და სოლიდარობის გამოცხადება ამის მორალური უფლებაც კი არ გაქვთ თქვენ იმად გამოუცხადეთ სოლიდარობა ვისი ოჯახებიც მიწასთან გასწორებული ყავდათ წლების მანძილზე ეს სტატუსი დადო თათია დოლიძის ქმარმა 15 წუთის წინ ბატონო ლადო აი თუნდაც აქედან გამომდინარე პროგნოზი შეგიძლიათ გააკეთოთ როგორ რა შეიძლება განვითარდეს ამ კონკრეტულ მაგალითზე არა იმ ყველაფრის გათვალისწინებით რაზეც ეს დღეებია ჩვენ საუბრობთ დიდი მადლობა მინდა გითხრა რომ ვარ მონაწილე დღევანდელი მადლობა თქვენ რომ მონაწილეობთ ყველას მინდა მადლობა გითხრათ მამა მყავდა 2 მეტრიანი კაცი გაბრაზებული ყოფილიყო და შალაბანი დაერტყა ვინმე ცკიპური შეdaegdo ისეთი ღონიერი და ძალიან ისეთი ლამაზი კაცი იყო არ მახსოვს სტადიონზეც კი ბილწი სიტყვა ეთქვა შეეგინებინოს ეხა გინები ხო დღეს მოდა გინების გარეშე არ ლაპარაკობს არც ხალი არც კაც მოდიშვირთი დიდი პატარა ამას კლასში გინებიან კაც მამას რო ვკითხე მამა მითხრა რაკეტა რო ტოვებსო თავის საბუდარზე უნდა ზევით ავიდეს და იქიდან ცეცხლიო ქვევით ხორჩებაო გახსოვს ეგეთ რამეო იციო მე კი მეთქი აი შენ გაისვრი რაღაც სიტყვას უწმაწობსო რაკეტას არ გაისვრი მაგრამ ის ცეცხლიო შენ დაგწვავს ეხლა სულ ფიქრობ ეხლა როგორ მესმის ამ მეუღლის ძალიან კარგად მესმის უსაყვარლესი მისი რჩეული 7 მილიარდ მოსახლეობაში ამოარჩია ერთი გოგო ეს უყავს დედამთვარი ამოდის შენ ვინ მოგცა ადამიანო ნებისმიერო ხას უსვა ნებისმიერო მე განკითხვით არ განვიკითხავ ეხლა გამჯი არ განვიკითხავ შეცდომებისაგან დაზღვეული არავინ არ ვარ მაგრამ ვამბობ არ არის შენის ქმედება სწორი მე არ დავდგები იმ ადამიანების გვერდზე ვისაც შეუძლია არასოდეს ეხლა კი არ არასოდეს ვისაც შეუძლია ბილწის სიტყვით მიმართოს ან ქალს მიუღებელია დაამციროს ქალი გენდორის მოხმობით მე არ დავდგები მხარეს მაგრამ მე მეორე მხარეს ვამბობ ეხლა ასეთ რამეს დავსვამ შეკითხვას აქ ჩვენთან საქართველოში მე გადავხედე გერმანია ესპანეთი ჰოლანდია საფრანგეთი ამერიკა შეერთებული შტატები ირანი და ასე გადავხედე მაინც მიყვარს იმიტომ რაღაცა თქვენთან არ მინდა ზედმეტი სიტყვა არასწორად თქვა დილეტანტის დონეზე შიდა საკანონმდებლო სივრცეში ჩვენ კონსტიტუციაში ლეგალიზებული გვაქვს საროსკიპოები არა გვაქვს ლეგალიზებული აკრძალული გვაქვს ვიწერია სადმე რომ აკრძალულია როგორ არა პასუხისმგებლობა დგება ფართის გადაცემისთვის პროსტიტუციის თვითონ ქალის მეჩადენის აქციაზე პროსტიტუციაზე გვაქვს არა გვაქვს ხო ეხლა მოდი ასეთი რამე ვთქვათ გვაწამებს ბატონი დღეს რომ დაშევეკითხო ყველაზე ახალგაზრდებს აი პატარა ბავშვებს შევეკითხო დამისრული წინადადება რაც კანონით აკრძალული არ არის დაასრულეთ წინადადება დაშვებულია ხო დასაშვებია ხო გაეროს გენერალურ დივანის იგივეს მიპასუხებს და თქვენ სოსორი ვარ 2000 წლის წინ სენეკამ თქვა 2000 წლის წინ უყურეთ ცივილიზაცია წინ წავიდაო და იქ ვერ ზნეობაში ვერ წავედით რასაც არ გძალავს კანონი გძალავს წესიერება დიახ შინაგანი უყურეთ რაშია საქმე ეხლა ჩვენ თავს მოვკითხოთ ვარ ჩვენ წესიერები
და წესიერება საიდან მოდის ოჯახიდან აღზრდიდა გვარჯის ჯილაგიო და ზოგი ამას სადღეგრძელოდ გითვლის როცა ითქვია ასეთ რამეს კარგი სადღეგრძელოებს თუ ლაპარაკობ კარგი რა ნუ ლოცულობ კარგი რა იმას აგა ნუ ფილოსოფოსობ იმან არც ფილოსოფია იცის არც ლოცვის შინაარსი იცის და არც სადღეგრძელო შინაარსი იცის ჩემდა სამწუხაროდ ყველა მდინარეს ერთნაირ ჯებირს არ უკეთებენ ბატონებო ითვალისწინებენ იმ წყალწყვას რამაც შესაძლებელი შეიძლება გახადოს მდინარის წყალის საფრთხედ აქციოს გარდა ვიტალური თვისების ყველა ქვეყანას ერთნაირი კონსტიტუცია არ უწერია ყველას კანონები მართავს მაგრამ კონსტიტუცია იმის და შესაბამისობაშია მის ეთნოკულტურულ შიგნით ტოლერანტულ მიმტევებელ აღზევების პირზე დაცემულს აღდგენილს ყველაფრის გათვალისწინებით იწერება კონსტიტუცია. ნებისმიერ კონსტიტუციაში ერთი არის ყველასთვის საერთო, როგორც სიცოცხლე ნაჩუქარი ისე თავისუფლება. სიტყვის, ქმედების, მოთხოვნის, დასვენების და ეს ყველაფერი თავისუფლება არის შენში. ხშირად მესმის მე-20 საუკუნის კაცი ლაპარაკობს თავისუფლებაზე. დიახ, ლაპარაკობ. მე ნიკიტა ხრუშჩოვიჩის უნდა მიმეტანა თაიგული. ხო, მე და ირინა ფაღავას, ეხავყვები ამას. 62 წელია. მოცეკვები ვიყავი და ვიცეკვეთ. რას ლაპარაკობ? ახლა ხარ? მე მგონია ნიკიტა ხრუშჩოვზე რო ლაპარაკობ. ძალიან დიდი უნდა იყოს. მოწაფეები ვარ. მე არც ირინასთვის არ გადამილაპარაკებია და არც ჩემთვის ამის დრო არ იყო, მივდივართ. მოვტრიალდით. იმ კიბეზე არავედი და ავედი და ვასიმ ჟავალაძესთან მივიტან და დავდები. მე ბრეჟნევისთვის ხელი ჩამორთმეული მაქვს. ნონამ გელაძე იდგა აქით, 68 წელი იყო, მე აქით ბიჭებში, ნონამ გელაძე გოგოებში, რომ მოვიდა, იმას ხელი ჩამოართვა და მეც ხელი ჩამოართვა. მაგრამ ლენინური კომკავშირის პრემიაზე უარი მაქვს, რა თქმა უნდა. თავისუფლება არის ეს თუ არ არის? ამიტომ, როდესაც ჩემ თაობის ადამიანებს ესმით რუსული პროპაგანდის შესახებ რუსებთან ტუბერკულოზი მტერია სიცოცხლის, მაგრამ ტუბერკულოზი ყველას გჭირს. შენ თუ დასუსტები, ტუბერკულოზი გაჯობებს. იმუნური დეფიციტი შენი არასწორი ქმედებიდან შენი ორგანიზმის დასუსტების შედეგად მოგერევა. მე არ მინდა რომ ჩემს ქვეყანას ნებისმიერი მოტივით, პოლიტიკური მოტივი ყველაზე ცუდი მოტივია, ეკონომიკური, სოციალური, ცოტა მეტად, აი რამე მოტივით იმუნური დეფიციტი დაგვემართოს. მადლობა. და დასუსტებულს ადვილად მოგერევა. ეხლა ერთი რამე თუნდა ვთქვა, არ შეიძლება. კი ბატონო, გამოხმაურება მინდა. სიტყვას ასევე დიდი ამე დავამთავრებ. დავამთავრებ რეპლიკები. უღმესი მადლობა რომ მეძლევა არა, პირიქით თქვენ მადლობა, ძალიან აი ასეთი რამე მინდა გითხრათ. ცოცა აგრესიას დავარქვი, მე ანექსია არ ქვია, ცოცა აგრესიას, უზნეო აგრესიას. იქაც უნდა გამოუცხადო. დავით გარეშთანაც უნდა იდგე. სასომხეთის საზღვარზეც უნდა იდგე. რუსული საზღვარი და ეს კავკასიონის ქედი ხომ სულ დიდი დურბინით უნდა უყურებდეთ, რამე არ შეგეშალოს. თურქეთთან ერთი მოწესრიგება დელიმიტირებული 25 წელიწადია საზღვარი არ აქვს. ამითი ჩვენი სიზუსტე გამოვლენილი გვაქვს. და სუბოლო მინდა დავამთავრე. როგორც დავიწყე მედიცინით, ისე მედიცინით. ადამიანის ორგანიზმში ერთდროულად ხდება ბევრი რამ. სუნთქვა, ყლაპვა, გულისცემა, კუჭისვენის გამოყოფა, ბევრი რაღაცები. ისინი ერთმანეთს კი არ ელოდებიან. ის ერთდროულად ხდება ადამიანები. ერთდროულად ხდება. როცა მე ლაპარაკობ, ჰაერსაც სუნთქა ნაშიერთან გამო ეს ყველაფერი გული მუშაობს, ახლა გული დაელოდება, სანამ მე ემოციას გამოვხატა, არა, აჩხროვდება. ერთდროულად. ჩვენ ერთდროულად ცხოვრობთ, თაობები, შვილების თაობები, შვილიშვილების თაობები, ჩვენი თაობები, პოლიტიკოსები, მეწარმეები, უცხოელები, აკაურები, ტოლერანტები, რელიგიები, ერთდროულად ცხოვრობთ, მაგრამ როგორც კი ერთმანეთში ჩავერევით, კუჭი ჩაერევა ტვინის საქმეში. იმ წუთას გაბუშვება საქმე. აფისებიას ერთი რამ აქვს ცუდი. თვითონ თავში არეტევა და მეტასტაზირებს. ტვინში, ფილდში, რიჩი ჩვენ საფრთხის წინაშე ვდგავართ
დასუსტების პირობებში მეტასტაზირება მოგვივა. ბევრი რამისგან, ჩემი ჩამოდი მე ბანოებსავლაპარაკობ, პატივისცემ ინგა შენს გადაცემას და რეაქციას მინდა ზუსტად ეს ფორმა კონდეს, რაც აქვს რეაქციას და თქვენ პატივისცემთ უყოლას, ამიტომ მინდა ერთი რამე მორიგეობით ავცხოვროთ. ერთდროულად ცხოვრობ. ეს ქვეყანა ერთხელ და ერთდროულად ცხოვრობ და იმედით მინდა დავამთავრო. აქ ვინც ხართ, ყველანი ალმასები ხართ. თვითნაბადი. მაგრამ ბრილიანტები ყველა ერთნაირი არა ვართ. ბრილიანტი არის დაწახნაგების ხარისხი. რაც მეტად წახნაგება, ესე. ამიტომ ალმასის სიმტკიცე არ მოგიშალოთ და ერთმანეთი დაწახნაგება ვისწავლოთ. ჩვენ რაც ბევრი რამე არ მოგწონს, გვაწახნაგებს, გვაძლიერებს და ერთმანეთის მოსმენა, ერთმანეთის გაზრდა, ერთმანეთის ჭირში და ვარაკში შესვლა, ერთმანეთის იმედის ქონა გადაარჩეს იმუნოდეფიციტისაგან. დიდი მადლობა. დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო იყო ბატონი ლადო. ისევე როგორც ხვები, ნათია თქვენც ასევე დიდი დოზით უნდა მოგცეთ სიტყვა, მომეჩვენა რომ ცოტა დაიჭაგრეთ დროის თვალსაზრისით. ხო, მე კონკრეტულად მინდა რაღაც რამდენიმე თემა შევეხო. პირველ რიგში ძალიან სასიამოვნოა იმის მოსმენა ახალგაზრდა კაცისგან შევიყვაროთ ერთმანეთი, მაგრამ ეს არის ჩემთვის პირადად ლირიკა, პოეზია და თუ პატიოსან ისტორიკოსებს კითხავთ, საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა არც ერთი ეპოქა, როდესაც ქართველებს ერთმანეთი ძალიან ყვარებოდნენ. და თუ იყო ისეთი პერიოდი, როდესაც იყო ერთიანობა, ამას განაპირობებდა ხელისუფალის, მეფის ძალიან სასტიკი რეჟიმი. არც ერთი ჭკვიანი ქართველი მეფე თავზე ხელს არავის უსვამდა. ისინი ძალიან მკაცრად აკონტროლებდნენ ამ ერთიანობას. და არაერთმა მეფემ მიიღო მუსულმანობა იმის გამო, რომ საქართველო გადაერჩინა და სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მხიარული ხალხი ვართ, ძალიან მოჭარბებული იუმორიც გვაქვს, ყველა გვიყვარს ჩვენი ამხანაგი ნათესავი, მაგრამ ის რომ ჩვენ გამოვირჩეოდეთ რაღაცა მაინდა-მაინც მოსიყვარულეერი არ ვართ. ჩვენ მკვდრები უფრო გვიყვარს, ვიდრე ცოცხლები. სამწუხაროდ. ეს ერთი. ეხლა რაც შეეხება ქალების თემას. ნუ გეწყინებათ ჩემო ძვირფასებო, მაგრამ არც ერთ ქართველ მამაკაცს დღეს უფლება არ აქვს ქალებს ჩვენ რამე პრეტენზიებს ამოგვიყვანონ, იმიტომ რომ უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში მე არ გულისხმობ პოლიტიკურ ელიტას და ბიზნეს ელიტას. მე გულისხმობ აი 90%-ს ჩვეულებრივი ადამიანებისას. ოჯახებს არჩენენ ქალები. ეს ხდება საზღვარგარეთ წასვლის ხარჯზე თუ აქ შრომის ხარჯზე მნიშვნელობა არ აქვს. ოჯახებს მარჩენალი გახდა ქალი და შესაბამისად ქალი დავაშკაცდა ამ 30 წლის განმავლობაში და მინდა გითხრათ რომ დიახ საქართველოში ცხოვრობდნენ ხვაშა ცოქალი და კრავაი ჯაყელი და დიახ ქალებს შეუძლიათ ძალიან სერიოზული მარშის ჩატარება და ეს ეთქობა საჭიროც გახდება ერთ მშვენიერ დღეს, იმიტომ რომ ჩვენ თვითოული ჩვენგან ეს საკუთარ თავზე არ ვიტყვი, აი თიკაზე ვიტყვი რუხაძეზე. თიკა რუხაძეს მე ვიცნობ როგორც ქალს, რომელსაც შეუძლია 10 მამაკაცის ტოლფასის საქმის გაკეთება. კი, გეთანხმებით. მეც გეთანხმებით, იმიტომ რომ ცოტათი ვიცნობ. ხო, და ამ ასეთები თქვენ ყველას ასე შეგიძლიათ. ბევრნი ვართ და ძალიან გთხოვთ ჩვენსკენ თიც ნუ გამოიშვერთ, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან ბევრი ვიშრომეთ თქვენს გარეშე. მადლობა. არა, ერთი კიდე რაღაც მინდა თქვა. ეხლა რაც შეეხება იმას, რომ მარშის იდეა არავის არ მოსდის გორში. გორში მალე ჩვენ რომ გავივლით, ბატონო ლადო, გაგვაჩერებენ და გვეტყვენ предоставьте ваше удостоверение, товарищ. და ჩვენს ვალდებულები ვიქნებით ამ ღმერთმა დაგვიფაროს ამ საშინელი წუთებიდან, მაგრამ ეს მოსალოდნელია
და იცით რა არის კატასტროფა? მე რუსეთზე აღარ ბრაზდები. რუსეთი აკეთებს იმას, რასაც ასეულობით წლების განმავლობაში აკეთებდა და აგერ მე-20 საუკუნეში ჩვენ რასაც ვუყურებთ, ყველა ქვეყანაში ერთი სცენარით მუშაობს, აგერ უკვე 400 წელიწადია. ივანე ბრისხანიდან დაწყებული ეს მაგათი სცენარია, ეს დრამატურგი არ შეცვლილა. ჩვენი კატასტროფა იმაშია, რომ აქ ქართველები თავისთავად მიუტვიან ამის გარუსებისკენ. აი ეს არის ჩვენი კატასტროფა. მე ერთი მეგობარი აღარ მელაპარაკება და რატომ? მითხრა ასეთი ფრაზა: შენ უღალატე პუშკინს და ლერმონტოვს. ვაიმე, პუშკინს ცოლმა უღალატა და ეხლა ჩემი ან საერთოდ რა კავშირში დაუშვა ჩემი პროტესტი პუშკინ და ლერმონტოვთან. აი ესე დღეში აქ ქართველები შენ უღალატე პუშკინს და ლერმონტოვს გააფრინეს. და კიდევ ერთი რამე მინდა გითხრათ. ან ზოგადად საყვარელი იმ ერთმა ამხანაგმა გითხრა მე სხვა არ მითხრა. აგერ მიშას არ უწია. არა კი, მაგრამ ზოგადად ბევრი არიან ძალიან სამწუხაროდ ძალიან არიან. და ეხლა მე მოგწევ. და მე მინდა ბატონ ეს რიტორიკულად ვიტყვი ალავერდი ბატონ ლადოსთან, იმიტომ რომ კარგად გამიგებს. ეხლა ვკითხულობ წიგნს, რომელიც ჯერ არ გამოქვეყნებულა ძალიან ცნობილი ქართველი არქიტექტორის, რომელიც იხსენებს, ეს არის ჩემი მამების თაობა. ჩვენი მამების თაობა და იქ არის წარმოდგენილი მთელი გალერეა ბიჭების თავის საძმაკაცოზე წერს. მთელი ეს არის ძალიან ცნობილი ქართველები. ძალიან ცნობილი ქართველები, ვიღაცა ცნობილი ექიმი, მხატვარი, არქიტექტორი, მომღერალი, მსახიობი და ასე შემდეგ და იცით აი მეტირება რომ ვკითხულობ ამ წიგნს 37 წელიც გამოიარეს, ომიც გამოიარეს, შიმშილიც, ყველაფერი, მაგრამ როგორი ლაღები, როგორი პოეტურები, როგორი ვაშკაცები. ის თაობა, მამაჩემის თაობა, რომ ამ დღეს მოსწრებოდა და აი ესეთი რამე მოესმინათ, ალბათ სულ ყველას გულები დაუსყდებოდათ, იმიტომ რომ ისინი კაცები იყვნენ და მე მინდა ვთქვა მენატრება მამა, მენატრება მამას მეგობრები და ძალიან სევდიანი ვარ ამის გამო. მადლობა ნაცია, ძალიან დიდი მადლობა. დაგჭა ზუსტად 2 წუთი, დოდოს მოусმენ, მოკლედ ნახევარ წუთში რომ ჩავადიოთ თითოეულმა ჩვენ. სიტყვას ვიტყვი. კითხე ბატონ ლადოს რომ ბატონო ჩემმა მეგობარმა თქვა რომ ეს რა ქვია, ეხო დრო სწრაფად გადისო და ნუ და დავეციოთ ამ დროსა და მე ვკითხე რომ სამციანი ქალმა რო იმშობლია რომ რაც გააჩენს ხო დროს არ არის საჭირო. შენ და ნაბიჯი აუწყო შეიძლება, მაგრამ არ უნდა გადაასწრო არავითარ შემთხვევაში და მეორე თავისუფლებაზე ვლაპარაკობთ სულ. მეგობრებო, ეს არის თავისუფლება, ერთხელ ჩემ მოსწავლეებს დაუწერეთ. ნახე როგორ წერება თავისუფლება თქო. თავზეა ლაპარაკი. ანუ არის ფიქრზე. იმაზე რა გაქვს შენ თავში და თავში რა გვაქვს ცოდნა. აი ალმასზე და ბრილიანტზე იყო ლაპარაკი. ჩვენ გვაქვს ის ცოდნა, რომელიც ჩვენს პიროვნებას უნდა გქონდეს ალმას გადაგცემს ბრილიანტად. თუ ჩვენ არ გვეცოდინება რომ თავისუფლების უკან დგას მოვალეობები, მაშინ ჩვენ გადავიქცევით იმათ, რაც უნდათ გადავიქციეთ, როცა გვიმტკიცებდნენ სულ რომ თავისუფალი ხარ, რაც გინდა კენი. არა გენაცვალე. რაც არ გინდა, ის უნდა გააკეთო, როცა ხარ. მადლობა, მიშა, ძალიან მოკლედ უნდა თქვა, 2 წუთი მაქვს ზუსტად დარჩენილი, 10-ზე უნდა დავასრულოთ ეთერი და გოგოებმაც მინდა პატარა რეპლიკები რომ მოასწრო. ხო, არაფერი, ძალიან მარტივად, ბევრ განჩაჩვენი ურთიერთდამოკიდებულება როგორია რა, როგორ უშლით ნერვებს ერთმანეთს. მაგალითად, ეხლა აქედან რომ წავალთ, გავივლით ქალაქს მთელს და ვიმოძრავებთ მანქანების ნაკადებში. აი იქვე ჩანს რა როგორ ვეპყრობით ერთმანეთს და სანამ იქ არ გამოვსწორდებით მანამდე მე მგონი ის არის ყველამ უნდა მოახდინოს საკუთარ თავთან დაფიქრება და რაღაცის გაზდა რა კი ცხოვრება არის მუდმივად საკუთარ თავში რაღაცის ნაკლის აღმოჩენის და განვითარების პროცესი რა ვიცი ამას რაღაცებზე უკვე ძალიან სერიოზულად უნდა დავფიქრდეთ დრო არის ნამდვილად რომ რაღაცებზე დავფიქრდეთ ქვეყანას აღარ ვართ რა ძალიან ახალგაზრდა ხო 95 წელს რაც გვეპატიებოდა 2017 წელს აღარ გამოდის ეს მადლობა მიშა დიდი მადლობა თეონა ძალიან მოკლედ 20 წამში უნდა ჩავედიოთ ფას უბრალოდ ჩვენ ვდგავართ ძალიან დიდი გამოწვევების წინ სოფლიო სამყარო ცივილიზებული სამყარო დიდი ნაბიჯებით
მიიწევს წინ, სად ვართ ჩვენ ახლა? სად ვიკეტებით, რას ვეძებთ? სწორედ ამ კითხვებზე უნდა გავცეთ პასუხი, განათლებით, შემოქმედებით, თუნდაც იმ პოლიტიკური აქტივობით, საზოგადოებრივი აქტივობით და რა თქმა უნდა განვითარებით და თავისუფლებით. ეს არის ძალიან ნაცია რომ საუბრობდა, მაშინ უბრალოდ გამახსენდა სტატისტიკა, რომელიც ზუსტად დღეს ვნახე სპეციალურად ამ გადაცემისთვის, ბინადრობის ნებართვის მქონე ადამიანები საქართველოში ძალიან გაიზარდა 2010 წლის შემდეგ და იცით ვინ არის, რომელი ეროვნების წარმომადგენელია ყველაზე მაღალი, ვინ ლიდერობს? რუსეთი. შემდეგ მოდის თურქეთი, შემდეგ უკრაინა. ეს უბრალოდ სტატისტიკისთვის ისე რაც შეეხება, ვთქვათ, იგივე მარშს. რა თქმა უნდა, მარშს, რომლითაც დავიწყეთ საერთოდ ეს გადაცემა, რომ ჩამოვაშოროთ ის ქსენოფობიური ნიშნები, რაც ყველას გვაწუხებდა, რეალურად დარჩება კანონსაწინააღმდეგო ქმედების წინააღმდეგ მიმართული ადამიანების პროტესტი, ხო? და იმის თქმა მინდა, რომ ეს მე ძალიან მიხარია, რომ ადამიანების პირადი სოციალური პასუხისმგებლობა გაიზარდა, რაღაცა ანალიტიკური უნარი გაიზარდა და სწორედ ამისგან შედგება სამოქალაქო საზოგადოება, მაგრამ ეს არის სახელმწიფოს როლი ხალხო, ეს არის სახელმწიფოს გასაკეთებელი და იქ სადაც სახელმწიფო ვერ მოქმედებს, ზუსტად იქ რჩება ის თავისუფალი სივრცეები, სადაც შემდეგ მარშიც არის და ერთმანეთთან დაპირისპირება. დიდი მადლობა, ნინო, ძალიან მოკლედ უნდა ვთხოვო და თიკადა დაასრულებს ანრი, აი 20 წამიანი რეპლიკები მხოლოდ. ვიცი რა არის ინგა, მე მინდა ვთქვა რომ კი, რა თქმა უნდა იყო მარში, მაგრამ ამ მარში მე სხვა პრობლემა დავინახე. აქ იყო საოცარი განცხადებები. აქ მე შემდეგ რაც მოყვა ამ მარს, მიხვდი, აი ეს მიზეზი, რის გამოც ჩვენ დღეს აქ შევიკრიბეთ, არ მინდა ეხლა ზედმეტად ვილაპარაკო ადამიანები. ვის როგორ გვიყვარს ერთმანეთი, რა უნდა გავაკეთოთ და ცოტა გადავიდე ფილოსოფიაში, მე უბრალოდ მინდა ჩემი გულის ტკივილი გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ძალიან მწუხვარ, რომ დღეს ჩვენ ქვეყანაში ამ თემაზე გვიწევს გადაცემის გაკეთება და რომ არიან ქართველობას ამოფარებული მოძალადეები, ვინც გვემუქრებიან გაუპატიურებით. აქ არა მაქვს მე საუბარი თათიაზე, აქ არის კოლექტიური თათიების პრობლემა, აქ არის ზოგადად საზოგადოების პრობლემა და სწორედ ამიტომ მე მინდა რომ დღეს მე შეიძლება დამიცვა საზოგადოებამ ხვალ ვიღაცები არიან ვისაც არავინ არ იცნობს იმათმა ვის უნდა მოთხოვოთ პასუხი ხო შეიძლება რომ თავრობამ და შესაბამისმა ორგანოებმა და სამსახურებმა იფიქრონ ამ ადამიანებზე მე ამას დღეს ვერ ვხედავ და ზუსტად ამიტომ კვირას 20 საათზე მივდივარ აღმაშენებლის გამზირზე ოკუპაციო ხაზს რაც შეეხება თუ ჩვენი დადგომა ამას უშველის მე პირადად იქიდან ფეხს აღარ მოვიცვლი თუ ეს სახელმწიფო საქმე ძალიან გადავაცილე უკვე 10 საათზე საინფორმაციო იწყება 20 წამი რა მხოლოდ ძალიან მოკლედ უნდა თქვა ვემიჯნებით ყველანაირ ძალადობას მე ვფიქრობ ჩვენ უნდა გვიყვარდეს ჩვენი ქვეყანა ჩვენ მე ვფიქრობ რომ ყველანი ერთად ვართ ამაში რომ ნამდვილად იქ უნდა ვიდგეთ და ჩვენ უნდა ვაძლევდეთ ის ხელისუფალი არის ჩვენი არჩეული ნინო არავის ჭკუას არ გარიგებთ მე მივდივარ უნასთან ვაკეთებ თქვენთან ერთად ამ გადაწყვეტას ვისწავლოთ და ვუკვეთოთ როგორი ქვეყანა გვინდა რომ გქონდეს ჩვენ გვინდა ევროპული განათლებული კარგი ლაღი ნათელი და გვინდა რომ ფანჯრები ისევ ღია იყოს როგორც ბებია ჩვენ ბაბუა ჩვენების და ჩვენი მშობლების დროს და გიტარიანი ბანტიანი გიტარებით მღეროდეთ იმ არაჩვეულებრივს და ვისმენდეთ ამას ყველაფერს იმიტომ რომ კულტურული და ტრადიციული ქვეყანა ვართ და ეს გვინდა მომავალი არის კულტურაში განათლებაში და ტრადიციების შენარჩუნებაში უნდა დაასრულო ძალიან მოკლედ სახელმწიფო არის ჩემთვის ოჯახი და ოჯახში დედა შვილს მამა შვილს განსხვავებული აზრის გამო ვერ იკვეთს არ იკვეთს ამიტომ თუ კი ჩვენ გავითავისებთ სახელმწიფოს ჩვენს ოჯახად ჩვენ მივიღებთ იმ შედეგს რომ ერთმანეთს არ გავწირავთ განსხვავებული აზრის გამო ამიტომ 21 საუკუნის ისტორია ქალბატონ ნათია თუ კი საქართველოს ისტორიაში არ მომხდარა მსგავსი რამ დავიწყოთ ერთმანეთის შეყვარებით ხო მე ძალიან მეეჭვება ეხა ეს მე ძალიან მეეჭვება ეხა გადაცემის ბოლოს რომ ამბობ ამ სიტყვებს რაც უდია მაგრამ ხო რა ვიცი იქნებ გამოვიდეს დავასრულოთ უნდა ბატონმა ლადო მთხოვა ანეკდოტით მინდაო დავამთავრო და ძალიან მოკლე ანეკდოტით თორემ საინფორმაციოს დრო უკვე გამოვიყენეთ ჩვენ გისმენთ ძალიან დიდ მოდის მოუხდის სუხვალას სმენელს მაყურებელს მე მის მისდობს იმას ეხა ძალიან ძიმე თემაზე ვილაპარაკეთ ძალიან ძიმეზე შიგნით ბევრი რამე კიდე დავიტოვეთ მოუფრთხილდით იმ სმენელებს მოუფრთხილდით ეს ჩემი დროინდელი ბავშვების ანეკდოტია ქალი გადმოდის იარაღიანი და კაცი მოდის ორღობეში
ტყის პირ განაპირას და შეძეკიო უთხრა. გაჩერდეს კაცი. შენ მიპირებდიო მე გამპატიურებასო? არაო, რას აბრძანებთო, მაგრამ მოგიწევსო. აი ეს უბედურება გის ზოგჯერ, ჩემო ძვირფას. ეხა მე უკვე ვეღარ დაგეწიეთ ამ ანეკდოტში, ალბათ იმიტომ რომ ხურში მეუბნებია რომ დაამთავრე. მადლობა დიდი თითოეულ თქვენგანს რომ იყავით ჩვენი სტუმრები. განსაკუთრებული მადლობა დღეს იმისთვის რომ ძალიან საინტერესო დიალოგი გამოგვივიდა. თეონა დოენჯაშვილი, ეკატო გონიძე, ნინო ორდენიძე, ნათია მეგრელიშვილი, ანრი ბიბინეიშვილი, ჯანსუხ ჩარკვიანი, მიშა მშვილდაძე, დოდო ხურცილავა, ლადო კახაძე და თიკა რუხაძე იყვნენ რეაქციის სტუმრები. ერთმანეთს შევხვდებით პარასკევს საღამოს 8-ზე, იმედია მშვიდობა იქნება. კარგად ბრძანდებოდით.